იცით, მე ძლიერ მიყვარს ლიტერატურა. ლიტერატურა? მიუხედავად იმისა, რომ მე არ გამაჩნია ცენტრალური გათბობა, მაინც მაქვს ძალიან კარგი პირობები, გნებავთ კომუნალური დაარქვით ამას და გნებავთ. რაც გინდათ სხვა. ეს როგორ? როგორ ბატონო და მაქვს წიგნების ორი უზარმაზარი კარადა. თაროები. მოხერხებული სავარძელი. ტორშერი ხარზემოთ ნათურა. არა, ბატონო, ეს კომუნალური პირობები არა. სხვათა შორის გააჩნია ვისთვის. გააჩნია ვისთვის. კარგი, კინოფილმები თუ გიყვართ? არა. რატო? დაფინანსებული კონკურენტია და იმიტომ. ვისი, ბატონო, ვისი, ამიხსენეთ რას? არ მომწონს გონებაზე მეტად თვალს ახარებს. ნუ კარგით, მაშინ როგორი ფილმები მოგწონთ განსაკუთრებით? ტიტრებიანი ბატონო. მოდაზე რა აზრის ბრძანებს? ესე იგი, როგორი ტანსაცმელი მოგწონთ უფრო? ფართო ჯიბიანი ჩემოგარგო. ეს როგორ თუ ფართო ჯიბიანი რისთვის? ნებისმიერი წიგნი რომ ჩაეტიოს იმისთვის. თქვენ ბევრი თავისუფალი დრო გეტარგებათ. ბიოტისოდენადაც არა ბატონო. ეს როგორ? არა, მე არ მესმის რატომ უნდა დავკარგო ეს დრო რა. აუცილებელია თუ რა შეიძლება. არა, თქვენ ვერ მიმიხვდით. ნუ მე ვიცი რომ თქვენ არ გინებთ დროის დაკარგვა, მაგრამ თქვათ ხომ უნდა იმგზავროთ ტროლეიბუსით ან ავტობუსით, შეიაროთ გასტრონომს ან მაღაზიაში. თქვათ საუზმო და ამას ყველაფერს დრო ჭირდება. აპატიეთ, მე კი არა, თქვენ ვერ მიმიხვდით. მე სრულიადაც არ დავკარგავ დროს თუ დავდგები რიგში ამ ტრამვაით თუ იმგზავრებ. რატომ? რატომ ჩემოკარგო და აი თქვენ ლიტერატურის სიყვარული მარტო წიგნის კითხვა გონია. მაგრამ რასაც წაიკითხავ, იმას გააზრება ხომ უნდა. მე? ახლა დიდი ამბავი, მე ტრამვაიში დავჯდები თუ დავდგები, სხვათა შორის ყირამალად გომის დროსაც შეიძლება ფიქრი. რაზე უნდა იფიქროთ, მაგალითად ყირამალად. რასაც წაიკითხავ იმაზე, ან რაც გაგახსენდება იმაზე. და თუ ხასიათზე არ ბრძანდებით, როგორ იქნება? სწორედ მაშინ უფრო საჭიროა, როცა ხასიათზე არ ახლა. და მაშინ უფრო საჭირო რატომა? ხასიათზე რომ მოხვიდე, ჩემო გავი.